ესე იგი 14-16 წლის ასაკში, როდესაც პირველი ოპოზიციური ენერგია არის, აი აქ უკვე ჩამონგრევა არის სტრუქტურის და მე ახალი რაღაც უნდა ავარჩიო. ანუ ნენელა უკვე უნდა გამოვარკვიო ჩემი თავი, ვინ ვარ, რა ვარ, სად მივდივარ, რაღაცეებით უკვე გატაცებული, აქ ინდივიდუალური ენერგია არის უკვე, ხო, სადღაც ჩადებული, ვისთან როგორ არის. ან პირიქით ვიწყებ ნგრევას ყველაფრის სადღაც და დაკარგული ვარ, ზოგჯერ ეს მომენტიც არის ხოლმე, ხო? და ეს დაკარგულობა სინამდვილეში არის, რომ აი მე სატურნის თემა ვერ დავინახე სწორად, ხო? ან გარემოების გამო, ან ჩემი პირადი რაღაცნაირად ვერ ვხედავ ამას, ხო? და ეს ფაზებიც მნიშვნელოვანია. ზოგჯერ არის, რომ ეს ზეწოლა არის ოჯახიდან ძალიან დიდი, რომ უკვე აღარ არის კომფორტული ესეთი ბავშვი, უკვე აღარ გვიჯერებს, ზუსტად არ უნდა დაგვიჯეროს, იმიტომ რომ თავის სტრუქტურა უნდა შექმნას, თავის მე უნდა შექმნას და ამ პერიოდში თუ არ გადატეხა ეს და თუ არ ჩამოანგრია ავტორიტეტები და თვითონ უნდა შექმნას თავისი ავტორიტეტი, ხო? და თუ ეს ფაზა არ არის მიღწეული, დამორჩილდა, ეს არის ინფანტილიზმი, მერე ეს არის პასუხისმგებლობის არქონა, ან მერე არის რომ მე დაკარგული ვარ სადღაც, მე ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი, მე მიამიტი ვარ გულუყვილო ვარ, ან გაბრაზებული ვარ ყველაზე, ანუ აქ მიდის ფსიქოლოგიური, მე ხა სულ ასტროლოგიურად გიხსნით, მაგრამ ფსიქოლოგიაშიც ეს ფაზები არის აღწერილი. ეს 7-9 წლის შუალედი ერთ-ერთი რთული, მერე ეს ოპოზიციური ენერგია